კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა დღის თემა, მე ვარ მისი წამყვანი თამთა სანიკიძე. მმართველი გუნდის ანტინარკოტიკული რეფორმა მიღებულია, ნარკომოხმარების შემცირება და ნარკოდანაშაულის პრევენცია თუ ზეწოლისა და კონტროლის ბერკეტის გაძლიერება. წარდგენილმა საკანონმდებლო პაკეტმა სპეციალისტებს შორის და საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. მკაცრდება ყველა სახის და რაოდენობის, მათ შორის მცირე რაოდენობის ნარკოტიკების გასაღებაზე სასჯელი. ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დადასტურების შემთხვევაში პირს 3 წლით ჩამოერთმევა მართვის მოწმობა. საჯარო სამსახურში ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობა კი 5 წლით აეკრძალება. იგივე აკრძალვები გავრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ მოქალაქე ნარკოლოგიურ შემოწმებას თავს აარიდებს, ასევე ღია სივრცეში მარიხუანას მოხმარებაზეც. მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და გარედან თავს მოხვეული მიდგომების ნაწილი ეგრეთ წოდებული ლიბერალური ნარკოპოლიტიკაცაა, რაც უნდა შეიცვალოს. თუმცა ექიმ ნარკოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცალკეულ საკანონმდებლო ცვლილებებს არა ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული, არამედ სადამსჯელო ხასიათი ექნება და ნარკომოხმარების მხრივ, რაც მთავარი გამოწვევა ვითარებას არ შეცვლის. სპეციალისტები ამბობენ, რომ არც რეფორმის შემუშავების და არც მისი განხილვის პროცესში ჩართულები არ იყვნენ. რა მიმართულებითაა საჭირო დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება და სად უფრო ლიბერალური მიდგომები, როგორ აისახება დამტკიცებული ცვლილებები ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებაზე, რა ნაბიჯების გადადგმა საჭირო ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებლის შესამცირებლად და რა საფრთხეებს პროგნოზირებს ნარკოლოგთა ერთი ნაწილი წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცების შემდეგ. ამ თემაზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. ჩვენი სტუმრები იქნებიან ექიმი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე. საუბარს ვიწყებთ ზურაბ სიხარულიძესთან, ის უკვე ჩვენ სტუდიაში იმყოფება. ბატონო ზურაბ, საღამომშვიდობის, მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. საღამომშვიდობ. იყო თუ არა საჭირო იმ მონაცემების გათვალისწინებით, რაც არსებობს დღეს ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით, ნარკოპოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება? როდის არ იყო მკაცრი? მე არ ვიცი, როდის არ იყო მკაცრი ამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა. თავის დროზე, როდესაც წარადგინეს საკანონმდებლო პაკეტი, მაშინ პაკეტი ოღონდ ეს ლიბერალური ნარკოპოლიტიკა. ეს პაკეტი დღესაც თაროზეა შემოდებული და არაფერს არ მიუღია ეს, ნარკოპოლიტიკა საქართველოში ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ ნარკოპოლიტიკად და შესაბამისად ჩემთვის ცოტა გაუგებარია და ყოველთვის გაუგებარი იყო რომელ ლიბერალურ პოლიტიკაზე არის საუბარი. ერთადერთი ლიბერალიზმი შეიძლება ჩაითვალოს და ისიც ეს იყო საკონსტიტუციო გადაწყვეტილება მარიხუანასთან დაკავშირებით, რაც დღესაც არსებობს და დღესაც ფუნქციონირებს. თუმცა შემდგომ გარკვეული კანონები იქნა მიღებული, რომელიც ამკაცრებდა მარიხუანის მოხმარებას ღია სივრცეში, რაც ჩვეულებრივი ამბავი იყო. ეხლა რა გამკაცრებაზე აქ არ არის მხოლოდ გასაღებაზე ხო ლაპარაკი, გასაღება ისედაც ამ ქვეყანაში ძალიან მკაცრად ისჯებოდა 12 წელი უდავო პატიმრობა. ეხლა თუ გახდება 15 წელი, არ ამგონია რომ რამე მნიშვნელოვნად შეცვალოს რეალიზატორების დამოკიდებულება რეალიზაციასთან დაკავშირებით. მე არ ვთვლი, რომ ეხლა 2 წლით რაღაცა ვადის მომატება გასაღებასთან დაკავშირებით, რეალიზაციის ნაწილში მესმის, მაგრამ არ ვთვლით, რომ 2 წლით ამ დაუშვათ ვადის გაზდა რაღაცას თვლის. ხო, უდავო პატიმრობაც იყო. არაფერი არ შეცვლილა ეს, ამ კანონმდებლობაში ეს ყველაფერი არსებობდა. მაგრამ ერთ-ერთი შეიცვალა, რომ თუნდაც მცირე რაოდენობის ნარკოტიკები. ხო, აქ არის ხა, ამაზე აქ მივდივართ, რომ ამ ქვეყანაში ვერასოდეს ვერ დადგინდა ის მინიმალური დოზა, რის გამოც მომხმარებელი არ უნდა წავიდეს ციხეში. ამ წუთას დიდი საშიშროება დგება, რომ ადამიანს, რომელსაც პირადი მოხმარებისთვის, არა გაყიდვისთვის, არა გასაღებისთვის, არა გადაცემისთვის, არამედ პირადი მოხმარებისთვის ექნება რაღაც გარკვეული რაოდენობა და ისჯებოდა გარკვეული მინიმალური რაოდენობით, ეს რაოდენობა, ეხლა ეს რაოდენობები განახევრდა და არა რეალიზატორი, არამედ ამ კანონში მომხდება მომხმარებელი. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ამ კანონში და ამ გამკაცრებაში და დოზების შემცირებაში, იმიტომ რომ როგორც მე ვიცი, ჰეროინის დოზა თუ იყო დიდი ოდენობა 1 გრამი, ახლა გახდა 0.5 გრამი, 1 გრამიც დღეს არაფერი ოდენობა არ არის რეალურად ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია, ხო, დღეღამის განმავლობაში
ეს კი შეიძლება მაღალი დოზაა, მაგრამ საშუალო დოზად ითვლება დაუშვათ ევროპაში 9 გრამი ჰეროინი პირადი მოხმარებისთვის, ხო? და კიდე ერთი ცნება, რომელიც შემოდის, რაც ცოტა ჩემთვის გაუგებარია და ზოგადად აღსრულების მექანიზმი, ზოგადად და დაუშვათ სასამართლოს დისკრეცია, აი გადაცემა, ხო, რომელიც გახდა ასევე ძალიან მკაცრად დასჯადი. თუმცა არის, რა თქმა უნდა, დადებითი მხარე ან კანონში ისიც, რომ დაუშვათ გასაღება და კომერციული მიზნით გასაღება გაიმიჯნა ერთმანეთისაგან. თუმცა სასჯელი, რა თქმა უნდა, ორივეგან არის. ანუ ეს შეიძლება დადებითი დამდებებს გულისხმობთ ამ ხო, აი მე ვფიქრობ, რომ ეს კანონი, ანუ ეს გადაცემა უფრო არის ამ დამდებების მიმართ გამკაცრება, რომელიც არ ამგონია, რომ რაღაცა ეფექტური იყოს, იმიტომ რომ ამ დამდების კიდე ფილოსოფია და ზოგადად ამ darknet-ის, ასე ვთქვათ, გამოვლენა და ზოგადად ამ ტიპის გასაღების გამოვლენა ძალიან რთულია. და რეალურად ეს დამდებები არიან ძალიან პატარა ასაკის ადამიანები, საკმაოდ მოწყვლადი ჯგუფი, რომელიც დაუშვათ მსხვერპლია. რეალურად ჩემი აზრით ისინი არიან მსხვერპლი, იმიტომ რომ გარკვეული პერიოდის მერე ისინი დამოკიდებული ხდებიან, იმიტომ რომ მან და არის მილიონი რაღაცა ჩუქრებს აძლევენ, მე რაღაცა ფულად იმას, მე ესენი ნარკოტიკის მოხმარებას იწყებენ და შესაბამისად გარდა იმისა, რომ არიან, რა თქმა უნდა, არიან რეალიზატორები, მაგრამ მან ანუ შეხედეთ შესაძლებელია უბრალოდ სხვანაირად მიუდგეთ ამ ადამიანებს და არა 15 წლით გამოვკეტოთ ციხეში 20 და 18 წლის ახალგაზრდები, ხო? თუმცა დამდებები შეიძლება იყვნენ 70 და 65 და უფრო გარკვეული, ხო, მაგრამ ამ წუთას, ხო, ანუ მე ვთვლი, რომ დამდებების მიმართ საერთოდ ზოგადად უნდა შეიცვალოს ისა და უფრო მეტად უნდა იყვნენ ასე ვთქვათ მათთან მუშაობა ამ ტიპის ახალგაზრდებთან, რომ ეს პრევენციული მუშაობა, რომ ეს ანუ სასჯელით ვერ შეაშინებ რა რეალიზატორს სამწუხაროდ, ანუ ნარკობიზნეს სხვა კანონები აქვს და შავ ბაზარს სხვა კანონები აქვს. ყველაზე მთავარი ამ ისტორიაში არის ერთი, რომ რაც არ უნდა ჩვენ ვებრძოლოთ მიწოდებას და რასაც ეხლა ვხედავთ ამ კანონის გამკაცრებით, რომ ცდილობენ, რომ მიწოდება შეამცირონ, თუ მოთხოვნა იქნა, მიწოდება არ შემცირდა. ანუ მოთხოვნა არის მაღალი თქვენი აზრით და უნდა მოთხოვნა არის ძალიან მაღალი, იმიტომ რომ ბოლო დროინდელი თუ თქვენ რა თქმა უნდა ადევნებთ თვალს ამოღებებს, ხედავთ რა რაოდენობის ნარკოტიკი ამოდის, ხო, ქვეყანაში. ეს არის ალბათ 0.0 რაღაცა პროცენტი იმ ნარკოტიკის, რაც ტრიალებს ქვეყანაში. ანუ სანამდე მოთხოვნას ჩვენ არ ანუ ნუ დავარქმევთ ამას რეფორმას, მაშინ. ამას დავარქვათ ჩვენ მიწოდების შემცირება. იმიტომ რომ თუ ჩვენ მოთხოვნას არ შევამცირებთ და მოთხოვნის შემცირებაზე არ არის ორიენტირებული ეს. რა თქმა უნდა არ არის ორიენტირებული, იმიტომ რომ მოთხოვნის ერთ-ერთ ამოცანაც სწორედ ეს დაასახელეს წარდგენის ინიციატორებმა. კი, მაგრამ ყველაფერი იქ არის უამრავი ამოცანა ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესს სად არის? რა ღონისძიებებია დასახული? რა არის კანონში, რა ცვლილებებია, რა შვებით? ამასთან დაკავშირებით, ხო? მოთხოვნის შემცირება არის რამოდენიმე კომპონენტი. ეს არის რეაბილიტაცია, მკურნალობა, ზრუნვა, ეს არის ზიანის შემცირება, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს ამ ქვეყანაში და ეს არის პრევენცია. ეს კომპონენტები თუ ერთმანეთთან არ იქნა გადაბმული და ჩვენ ვებრძოლეთ მარტო მიწოდებას, რაც არის აბსოლუტურად არასწორი, რა თქმა უნდა მიწოდება უნდა შემცირდეს, მაგრამ თუ მოთხოვნა იქნება აუცილებლად გაჩნდება. მოთხოვნის შესამცირებლად მაშინ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას? აი გეტყვით რა ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას, რაც აუცილებელია, ანუ ამ ღონისძიებების დაწყება, აი ხა ნარკოტიკის ამოღება რა ბევრი ადამიანი დატოვა გარკვეული, ასე ვთქვათ, პრობლემის წინაშე, ხო? მათ არ აქვთ, ეს ხო არ არის
ეს არის ყოველდღიური მათი, ასე ვთქვათ, წამალი, რომლითაც ისინი, ასე ვთქვათ, ნორმალურ ცხოვრებას შეიძლება ანუ იფუნქციონირონ, ასე ვთქვათ. ხო, ანუ აქ დამოკიდებულ ადამიანებზე მაქვს საუბარი, ანუ ჩვენ აქ ორი კატეგორია უნდა გამოვყოთ ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ყველაზე პრობლემურია, ეს არის მომხმარებელი, რომელზეც და დამოკიდებული. ანუ მომხმარებელი დღეს ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დგას და ჩვენ ამ დაუშვათ გამკაცრებით შეიძლება გავაჩინოთ ბაზარზე ძალიან ძიმე და ცუდი ხარისხის ნარკოტიკები, რომლებიც იქნება ძალიან იაფი, ძალიან ხელმისაწვდომი და შესაბამისად როგორც კი შეიქმნება დეფიციტი, რაც მოხდა დაუშვათ ნულოვანი ტოლერანტობის დროს, დაუშვათ იგივე წინა ხელისუფლების დროს, ის რომ გაჩნდა საფთიაქო ნარკომანია, ხო? ანუ რაც დაღუპა ქვეყანა და დღესაც ყავს უამრავი ადამიანი, რომელიც დღეს დამოკიდებულია საფთიაქო ნარკოტიკზე და დღესაც გვაქვს ბევრი ძალიან შემთხვევა, როცა ეს საფთიაქო ნარკოტიკი იყიდება, ხო? არალეგალურად. ანუ მომხმარებელი ეს არის ცალკე აღებული თემა, რომელზეც აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ და ეს არის პრევენცია, ეს არის ინფორმირებულობა, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი არ არის სპორტი და არ არის რაღაცა ღონისძიებები. ჯანსაღი ცხოვრების წესი ეს არის ჯანსაღი კვება, ეს არის კომუნიკაციის უნარი, ეს არის თავისუფალი დროს გატარების საშუალება, ეს არის თვითრეალიზაციის საშუალება, ეს არის სუფთა ჰაერი და ასე შემდეგ. უამრავი კომპონენტია. ჯანსაღი ცხოვრების წესი არ არის, რომ გინდა თუ არა ბასეინზე უნდა იარო და იცურაო რა. და დამოკიდებული ადამიანი, რომელსაც ყოველდღიურად ჭირდება ნარკოტიკი, ხო? იმისათვის რომ ის ანუ მოთხოვნის შემცირება არის ამ ადამიანების ზრუნვაში, ანუ სამედიცინო სფეროში შემოყვანა. სამედიცინო სფეროში შემოყვანა ნიშნავს იმას, რომ უნდა ჩვენ მივცეთ გარკვეული სერვისი. ანუ ეს არის ჩანაცვლებულია სავალდებულო მკურნალობა, ხომ და ეს არ გულისხმობს სამედიცინო სფეროში შემოყვანას. სავალდებულო მკურნალობა არის სასჯელი. და არ არის ის, რასაც ქვია მკურნალობა, რომელიც დაფუძნებულია, იმიტომ რომ სავალდებულო მკურნალობა კიდე თემაა, რომელიც ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მოდით სანამ სავალდებულოზე ნაბიჯ რომ მივყვეთ, ესე იგი კიდევ ერთი მთავარი სიახლე, რაც შემოდის, მოდით ქუჩაში ეგრეთ წოდებული ტესტირების დანერგვა. ანუ ამ კანონის მიხედვით გამკაცრებული რეფორმის შედეგად უკვე შეუძლიათ ნებისმიერი პირი გააჩეროს ქუჩაში მოქალაქე. ნანახი გვაქვს ეს კინო. და ყველას ექნება, ანუ მოსთხოვონ ნარკოტესტის გავლა, ანუ ეს არ იქნება, თქვა, სავალდებულო ხასიათის იმ თვალსაზრისით, რომ ნებაყოფლობით შეუძლია პირს ან ადგილზე გაიაროს, ან თქვა რამდენიმე საათის განმავლობაში მივიდეს შესაბამის ცენტრში და გაიაროს ტესტირება, მაგრამ თავის არიდება ამ შემთხვევაში გამოიწვევს იმ სასჯელს, რაც გათვალისწინებულია ნარკომოხმარების დადასტურების შემთხვევაში. თქვენ რა საფრთხეებს ხედავთ აი ამ რა მიზანი აქვს ამ? აი რა მიზანი? ამას ვკითხავთ აუცილებლად ავტორს. ხო, მიზანი ხო უნდა იყოს, შეხედეთ, რაღაცას რო აკეთებ, უნდა კონდეს მიზანი. ამ შემთხვევაში მიზანი არის ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, არა უამრავ ეს კინო ნანახი გვაქვს და იმ ხელისუფლების დროსაც და ამ ხელისუფლების დროსაც კატასტროფული რაოდენობა ადამიანების გადაყავდათ ტესტირებაზე და აღმოჩნდებოდა, რომ გადაყვანილი ადამიანების რაოდენობა 30% იყო დადებითი, დანარჩენი სულ ტყუილა გადაყავდათ და გადმოყავდათ. ეხლა დაემატა, რომ აი ის ვინც ტყუილა გადაყავდათ და ვარ სიტყვის, ისინიც ხვდებიან უფლებრივ პრობლემები ექმნება. მართლის უფლების საქმიანობის უფლება და ასე შემდეგ. ეხლა შეხედეთ, ტექნიკურადაც 4 საათი არის გამოყოფილი. ჯერ ვინ მოიგონა ეს 4 საათი, ხო? აი რატო 4 საათი? რა პრინციპით 4 საათი, ხო? მაგალითად წალენჯი ხაშ დაიჭირეს ვიღაცა. ხო? 4 საათი ან თან უნდა წავიდეს დაწესებულებაში, რომელიც მითითებულია, ხო? ანუ არა, ყველა დაწესებულებას არ აქვს მაგის უფლება, ან სამხარაულში, ან თვით პოლიციაში, ხო? სადაც ეს ტარდება, ხო? ანუ დროც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომი ღამე მოხდა. ღამე დაიჭირეს.
უზრუნველყოფს ყველა, რომ 4 საათის განმავლობაში დაუშვათ გაკეთდეს ეს ტესტი. ჯერ ამხელა მატერიალური რესურსი უნდა ამას ყველაფერს, ხო? იმიტომ რომ ტესტი არ ღირს იაფი, პერსონალი არ ღირს იაფი. ეს შეიძლება გაპროტესტდეს და დაჭირდეს ქრომატოგრაფიის გაკეთება. დაუშვათ ამ ადამიანმა არ მოინდომოს გაპროტესტება, იმიტომ რომ თავის პროცედურა აქვს ამას, ხო? ყველაფერს, ხო? აი, რა მიზანი აქვს ამას? ვაშინებთ ამით ვინმეს? და რა აღარ მოიხმარს? ხო გავიარეთ ეს ყველაფერი. გავიარეთ გამკაცრება კანონის. აი შეხედეთ ყველაზე მთავარი არის რომ ჩვენ უნდა ავიღოთ რაღაცა გამოცდილება, კვლევა, რაოდენობა, რა მოგვიტანა ჩვენ ამ პოლიტიკამ, რა მოგვიტანა ჩვენ იმ ტესტირებამ, რომელსაც ჩვენ ვატარებდით. რა მოგვიტანა? შემცირდა რაოდენობა ნარკოტიკის მომხმარებლის არ შემცირებულა. შემცირდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოდინება არ შემცირებულა. გვაქვს რაიმე მონაცემი, გვაქვს რაიმე ქვეყნის მაგალითი, სადაც ეს მაშინ რა ფორმით უნდა გამოავლინოს სახელმწიფომ, თქვა და აი ნარკო მომხმარებელთა რაოდენობა, აი ეს როგორ უნდა მოხდეს მაშინ, თუ არა აი ამ ფორმით. და ეს ფორმა, რომელიც არის იძულებით ტესტირება და რა, კაი, გამოავლინეთ, კი ბატონო, მაგრამ მე რას უშვებით ამ ადამიანს? ხო, რაღაცა დახმარება უნდა შევთავაზოთ. კაი, გამოავლინეთ. მომხმარებელი, ან დამოკიდებულია, ვაჯარიმებთ და ის ვერ გადაიხდის ჯარიმას და უშვებთ 60 დღით დაუშვათ კაპეზაში, იმაში, წინასწარ პატიმრობაში. ვერ გადაიხადა. ადამიანის უფლებრივი არ დავანებოთ თავი უფლებრივ იმას, რომ გამოვავლინეთ, მე რას უშვებით ამ ადამიანს. აი, არის ნარკოტიკის მომხმარებელი. ნუ აქ არის სხვადასხვა ტიპის ჯარიმა, ანუ მართვის და ჯარიმა რა მე აღარ მოიხმარს? პრობლემა აქვს ამ ადამიანს. ეს არ მოიხმარს იმიტომ რომ რაღაცა დამოკიდებულია. ხო, რაღაცა დახმარება ხო უნდა შევთავაზოთ. დავაჯარიმეთ კარგი, დავაჯარიმეთ ჩავთვით ციხეში და რა ამითი აღარ მოიხმარს ნარკოტიკს? ხო არ არსებობს. ეს ხო ჩვენ ვიცით ყველამ, რომ ის ადამიანი ამითი არც ჯარიმით, არც ციხით, არც იძულებით, არაფრით ადამიანი, რომელიც არის დამოკიდებული და დაავადებული, ის ადამიანი ვერ შეცვლი დასჯით. თუ არ შესთავაზე ალტერნატიული რაღაცა მკურნალობა. კარგი, დავანებოთ თავი, არის მომხმარებელი. მომხმარებელი უბრალოდ არა დამოკიდებული. ხომ შეიძლება რაიმე პრევენციული თვალსაზრისით კონდეს ამ ყველაფერს ჯარიმას? პრევენციული თვალსაზრისით აქვს მნიშვნელობა, რომ ის უფრო გაბრაზდება, იმიტომ რომ დაეკარგება უფლება. თვითონ 18 წლის ან 25 წლის ბიჭი გადაიხდის 5000 ლარს. ხო ვერ გადაიხდის. უნდა გადაიხადოს ოჯახმა. ან თუ ვერ გადაიხდის, უნდა მოხდეს ციხეში, რაც არის დამატებითი ხარჯი სახელმწიფოსთვის. რას ვთავაზობთ? კი ბატონო, გამოვავლინოთ. მაგრამ ალტერნატივად შევთავაზოთ, რომ კი არ დაგაჯარიმე. არ არის კანონში. არა. ალტერნატივა შევთავაზოთ, კაცო, თუ შენ დაგაჯარიმე, ან დაგაჯარიმებ და წახვალ ციხეში, ან მაგალითად ხარ მომხმარებელი და აგერ არის დაუშვათ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი, სადაც შენ მიხვალ, რაც არის ბევრ ქვეყანაში ალტერნატიული სასჯელი ქვია ამას. და მე შენ გთავაზობ, რომ შენ ეხა მიდი იქ, გაიარე კურსი და მე გავალდებულებ შენ, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ისევ ჩაგიტარებ ტესტირებას, თუ შენ და მე დახმარებას გაგიწევ, მე ვიზრუნებ შენზე. ანუ თუ მე ალტერნატივას არ ვთავაზობ ამ ადამიანს და მხოლოდ დასჯაზე ვარ ორიენტირებული და არ ვარ ზრუნვაზე ორიენტირებული, თუნდაც მომხმარებელზე და თუნდაც დამოკიდებულ პირზე. მაშინ რა მიზანი მაქვს? ხო, ის ხო მაინც რჩება დამოკიდებულად და მომხმარებლად. ანუ ადმინისტრაციულ სახდელებს თქვენი აზრით ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, შეხედეთ, თუ რა თქმა უნდა მას არ უნდა ადმინისტრაცია უნდა დაჯარიმდა, არ მინდა, არ წავალ. აი მე ჩავთვალე, რომ უნდა ისევ მოვიხმარო. მაშინ მე შენ ადმინისტრაციულად დაგსჯი და შენ, ანუ ალტერნატივაც უნდა არსებობდეს. რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული ჯარიმა უნდა არსებობდეს, ოღონდ გონივრული. გონივრული და უნდა არსებობდეს გონივრული
წესი იმისა, რას უკეთებთ, მაგრამ ამ ადმინისტრაციული ჯარიმაშიც უნდა იდოს პრევენციული მექანიზმიც, ხო? ანუ პრევენციული მექანიზმი არ არის ავტოსატრანსპორტო. მაშინ ჩვენ რატო არ სვამთ ციხეში ადამიანს, რომელიც ალკოგოლს მოიხმარს? ან თამბაქოს რა, ნაკლებზიანი მოაქვს, ან ჩემთვის, ან გარემოსთვის? ხო იგივეა. ხო? ანუ აქ არ არის საუბარი იმაზე, თუ ჩვენ გვინდა რომ ვიზრუნოთ ადამიანებზე, ჩვენ პირველ რიგში უნდა შევამციროთ მოთხოვნა და ეს მოთხოვნა არის არა ჯარიმით, არა დასჯით, არა ციხით, არა იმით, არამედ ალტერნატივით, ანუ ეს არის სამკურნალო დაცევა, ეს არის ზიანის შემცირების პროგრამები, ეს არის ფსიქოლოგიური დახმარება, ეს არის ამბულატორიული სერვისები, რომელიც დღეს არ არის ქვეყანაში განვითარებული, იმიტომ რომ კანონი არ აძლევს ამის საშუალებას. ეს არის უამრავი მილიონი თვითდახმარების ჯგუფები და ასე შემდეგ, რომელსაც უნდა შეუწყო ხელი და ასე შემდეგ და რაც მთავარია, ეს არის პრევენცია, რომელიც არის მნიშვნელოვანი, რომელიც უნდა დავიწყოთ საბავშვო ბაღიდან და 10 წლის მერე მოგცემს. დღეს 8 სკოლაში შეხედეთ ამ ხელისუფლების დროს იყო მიღებული ნარკოპოლიტიკის სტრატეგია 23 და 20 წლის. და იყო ასევე 2021-26 წლების ორი სტრატეგია გვაქვს, ანუ ნარკოდანაშაულთა მიღებული ამ ხელისუფლების მიერ ძალიან პროგრესული, ძალიან მნიშვნელოვანი. შეფასებები როცა წავიკითხე, ყველა სპეციალისტი, ყველა ნარკოლოგი დადებითად აფასებს და აი ახლა რამდენად თანხვედრაში მოვა ეს ორი სტრატეგია ამ რეფორმასთან. არაფერი არ გაკეთებულა ამ სტრატეგიის მიხედვით. არაფერი არ გაკეთებულა სამწუხაროდ. პირიქით ამ სტრატეგიაში იყო ზუსტად ის, რომ დასჯიდან უნდა გადავიდეს ზრუნვაზე. ან მთელი ლეიტმოტივი ამ სტრატეგიის იყო, რომ ან მომხმარებელს, გამსაღებელზე აქ არავინ არ საუბრობს რა. გამსაღებელი უნდა დაისაჯოს რაც შეიძლება მკაცრად და უნდა ყველა ის ზომა რაც არის გამსაღებლების მიმართ და რაც არის, უნდა იყოს გამოყენებული. ამაზე ზედმეტია საუბარი. და უბრალოდ მე ერთადერთი იმას ვამბობ, რომ 12 იქნება 15 ამას არაფერი არ ცვლის, ანუ ცოტა ისეთია რა, ანუ არაფერი დიდ განსხვავება რეალიზატორებისთვის ახლა 12 წელი იჭდება 15 ნამდვილად არ არის. რომ ამით შეეშინდეთ. აქ ჩვენ გვაქვს აქცენტი აუცილებელი, რაც ყველაზე დიდი რისკ ჯგუფია დღეს არის მომხმარებელი, რომელიც მოიხმარს ახალ ფსიქოაქტიურ. დაახლოებით ბოლო მონაცემები გაქვთ რა რაოდენობაში შეადგენენ ნარკოტიკს? რა თქმა უნდა, გვაქვს ინიექციური ნარკოტიკის მომხმარებელი, ეს არის 50,000, საიდანაც ეს არის 2.2% ინიექციური ნარკოტიკის მომხმარებლის, რაც არის ძალიან მაღალი, ანუ ესე ვთქვათ, ციფრი. მაგრამ არ გვაქვს მონაცემი, ვინ ეწევა, რამდენი ადამიანი ტაბლეტს სვამს, ვინ ალკოგოლს მოიხმარს. ალკოგოლს საერთოდ არანაირი მონაცემები არ არის, იმიტომ რომ ალკოგოლი ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. და უზარმაზარი პრობლემა ამ ქვეყანაში, რომელსაც საერთოდ არავინ არ აქცევს ყურადღებას და ზოგადად ამაზე არავინ არ საუბრობს. არც ერთი კვლევა არ ჩატარებულა. აი თქვენ როდესაც ახსენეთ სტრატეგიები, თავის დროზე ამ სტრატეგიების შემუშავებაში ჩართულები კი, ყველა ჩართული ვიყავით, არა მარტო რეფორმის მომზადების პროცესში, შემუშავების პროცესში, რაიმე ეტაპზე თქვენ მონაწილეობდით თუ არა შემუშავების? არანაირ ეტაპზე. არც შემდგომ, როდესაც პარლამენტში განხილვა დაიწყო? არც დაუძახივართ, უბრალოდ ჩვენი ინიციატივით, როცა რაღაცა უბრალოდ მე მაგალითად ვცდილობ პოსტები დავწერო, რომ იქნებ ვინმე წაიკითხოს დაუშვათ, რომ არც დაუძახე. ანუ არც თქვენი კოლეგები, არავის სპეციალისტები არ ყოფილან ჩართული. ჩემი ვისაც ვიცნობ, დღეს თქვენ პროდიუსერსაც ვეხვეწებოდი, რომ იქნებ ვინც მონაწილეობდა მონახოთ და რაღაცა მეც მაგ კითხვები მაგალითად ამ სავალდებულო მკურნალობასთან დაკავშირებით უამრავი, იმიტომ რომ დღეს კანონში არ არის გაწერილი, ან რა დაწესებულება ან რა პრინციპით უნდა დავსაჯოთ, თუ უკვე ჩაიდინა დანაშაული, ის ხო ციხეშია, ხო? თუ ჩაიდინა დანაშაული, ის არის ციხეში. ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია მას უმკურნალოს, ის არის ციხეში. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ციხეში მხოლოდ ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამა და ერთი ნარკოლოგი თელ თბილისზე, მაგალითად, რომელიც აბსოლუტურად ვერ მოერევა მაგ ამბავს, ხო? თუ ამ იმით.
რა დაწესებულება, რა თანხები იქნება გამოყოფილი, რა პროტოკოლია, ვინ შეადგინა პროტოკოლი ამ სავალდებულო მკურნალობას. აი, ნახეთ, აი ზუსტად კანონის ჩანაწერი რომ მოვიყვანოთ, მაგალითად იქ წერია, რომ თუ აი ეს თქვა ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია პირი, შესაძლოა სისხლის სამართლის სასჯელის კატეგორიად მას მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით განესაზღვროს სავალდებულო იგივე იძულებითი ხო, მაგრამ სასჯელი ანუ ის იმ დანაშაულის მიმართ აღარ არის, მხოლოდ მკურნალობა დაენიშნება? ეს არ არის დაკონკრეტებული, ვკითხავთ აუცილებლად, მაგრამ აი რა საფრთხეს ხედავთ სავალდებულო მკურნალობის, არ ექნება სავალდებულო მკურნალობას რაიმე შედეგი? არაეფექტურია საერთოდ. რატომ? იმიტომ რომ იყო ეს მეთოდი და არსებობს დღეს არადემოკრატიულ ქვეყნებში, მაგალითად ჩინეთში, ფილიპინებზე. ეს არის ჩვეულებრივი, ასე ანუ საქართველოში იყო ამის პრეცედენტი კომუნისტების დროს, საგარეჯოს ანუ სამკურნალო პროფილაქტიკორიუმი იქა, სადაც აი ზუსტად იგივე პრინციპები იყო, სამი ექიმი ნარკოლოგი ნიშნავდა ანუ უსჯიდა ასე ვთქვათ ამ სავალდებულო მკურნალობას და იქ მიდიოდა ადამიანი, იყო ზონა ჩვეულებრივი ანუ არაფერი შრომით ანუ ბუზების საკლავებს აკეთებდა. ანუ ეს იყო თელი ეს საგადო. ოღონდ ნარკოტიკის რაოდენობა რაც იქ იყო, იმდენი გარეთ არ იყო, რაც საგარეჯოში იყო. ნუ ახლა ვინც ნამყოფია ამ ასე ვთქვათ ამ პროფილაქტორებს. არანაირი იძულებითი შეხედეთ არსებობს რამოდენიმე კატეგორია. არანებაყოფლობითი მკურნალობა არის სხვა რამე. როცა შენ ადამიანი ვერ განსაზღვრავს თავისი ნებით და ზიანი მოაქვს თავისთვის ან საზოგადოებისთვის, სავალდებულო არის როცა შენ უსჯი ამ ადამიანს, ხო? როცა უსჯი ამ ადამიანს ამ მკურნალო, თან კიდე რაღაც ჩანწერი იყო, რომ სამ თვეში ერთხელ გადაიხედებაო, ანუ და თუ ამნისტია მოხდაო, შეიძლება შეუწყდესო და რატო თუ დაუნიშნე, მაშინ რაღაცო უწყვიტაო, ხო? ანუ აი სრული გაუგებრობა. ნახეთ, აი სავალდებულო მკურნალობა თუ ამ შემთხვევაში იქნება აი სად უნდა გაიარონ. დიახ, ანუ არსებობს თუ არა ერთი მხრივ ინფრასტრუქტურა და ასევე აი კვალიფიციური კადრების რაოდენობა. ამ მხრივ ანუ რამდენად მომზადებულია ქვეყანა. დეტოქსი უნდა ჩავატაროთ, ჩანაცვლება უნდა იყოს, რეაბილიტაცია უნდა გაიარონ ამ ადამიანებმა, რას ვაკეთებთ? რა პროტოკოლი, ანუ ამას რომ თავაზობ ხო, იმის უკან ხო რაღაცა უნდა იყოს. რას ვაკეთებთ? ორი წელი ამ ადამიანს რას უშვებთ? და სავალდებულო მკურნალობის პროცესი რა ეტაპებს გულისხმობს, იმიტომ რომ იქ სპეციალისტების მოსაზრებებს, როდესაც გავეცანი, საუბრობენ რომ საკმაოდ გრძელვადიანი და ასევე ძალიან ძვირადღირებული სერვისები და კურსი არის გასავლელი. შეხედეთ, გააჩნია რა ჯერ აქ მნიშვნელობა რა ნარკოტიკს მოიხმარს. მერე აქ ნიშნულობა პიროვნულ თვისებებს, დაავადების იმას, ანუ რა ბევრი ეტაპია ამ მკურნალობის, ანუ პირველი ეტაპი არის დეტოქსი, რომელსაც ჭირდება სტაციონარი, ან თუ ის ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მოიხმარს, ის შეიძლება ფსიქოზი იყოს და შეიძლება ჭირდებოდეს სპეციფიური განყოფილება, რომელიც დღეს არა გვაქვს. ანუ ჩვეულებრივად არა გვაქვს უბრალოდ ორმაგი დიაგნოზების სამკურნალო დაწესებულება, რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლებელია ამის გაკეთება, მე არ ვიცი. კადრის არარსებობა, კადრის რეალურად ანუ შეხედეთ, როცა ამას აანონსებ და ამას აკეთებ, ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი. მე მაგალითად რაც ვიცი ჩემთვის ეს წარმოუდგენელი ამბავია, იმიტომ რომ ვთვლი, რომ არანებაყოფლო, ანუ სავალდებულო მკურნალობას არ მოაქვს არანაირი აზრი. თუ ეს მკურნალობა არის ალტერნატივა სასჯელის, შეხედეთ? არის ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედი. ეს არის, ანუ ჩვენ კანონპროექტში ესიც ჰქონდა შეთავაზებული, ანუ თუ ეს არის ალტერნატივა სასჯელის, მაშინ ადამიანს აქვს არჩევანის საშუალება და რა თქმა უნდა ამ მკურნალობას ექნება აზრი. თუ ეს არის სასჯელი, რა თქმა უნდა არანაირი აზრი არ ექნება ამ მკურნალობას. ანუ აუშედეგო იქნება, იმიტომ რომ უბრალოდ ეს იქნება იძულებითი რემისია, ამას ესე ვეძახით ჩვენ, როცა აი ციხეში ხდება ნარკოტიკის მომხმარებელი და ამის ყველაფერი არის კვლევებზე დამოკიდებული, ხო? ყველაფერი არის დამოკიდებული უზარმაზარ გამოცდილებაზე, რომელიც დაგროვდა მსოფლიოში, ხო? ჩვენ ხარ შეიძლება ვილაპარაკოთ რაღაცა ველოსიპედის გამოგონებაზე, ხო? უნდა
გამოვიყენოთ პირველ რიგში ჩვენ ქვეყანაში არსებული კვლევები უნდა გამოვიყენოთ, ხო? ამისთვის არსებობს იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრი, რომელიც შეიქმნა, ხო, MCDDA-ის მიერ, რომელსაც 24 წელს უნდა დაედო ანგარიში და არ ვიცი არსებობს თუ არა ეს ანგარიში ნარკოვითარებასთან დაკავშირებით, სასჯელთან დაკავშირებით, რა ტიპის ნარკოტიკია ქვეყანაში და ასე შემდეგ. იმისთვის რომ განახორციელო გარკვეული რეფორმა, ამისთვის მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გააკეთო. რა შედეგი მივიღეთ 21 წელს ხო გამკაცრდა. ხო, სასჯელები. შემცირდა რაოდენობა ნარკოტიკის მოხმარების, შემცირდა ნარკოტიკის ამოღება, ანუ რეალიზატორების დაუშვათ რაოდენობა. რომ ვამკაცრებთ, ხო, რა შედეგი მოგვიტანა ამან, ხო უნდა გავაანალიზოთ ეს ყველაფერი. თუ არ გავაანალიზეთ ეს ყველაფერი, ნებისმიერი რეფორმა იქნება, რა თქმა უნდა, არ იქნება წარმატებისკენ. და ყველაზე ცუდი პროგნოზი, რაც შეიძლება მოყვეს ამას ყველაფერს, ეს არის იაფასიანი ძიმე ნარკოტიკის ფენტანილის გაჩენა, რომელიც უკვე არსებობს ქვეყანაში და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, როგორც არის მეფედრონი, ალფა-პვპ, ესეთი ნარკოტიკების გაჩენა, რომელიც იქნება ძალიან ვითარება დღეს ქვეყანაში თქვენ ბოლო პერიოდში საუბრობთ, რომ აი ძალიან მწვავე დგას ეს პრობლემა და გამოჩნდება მდგომარეობა, იმიტომ რომ 4 ანუ იყო ესეთი გიდრა, ესეთი პლატფორმა, სადაც იყიდებოდა, რომელიც დაიშალა და 4 უზარმაზარი მარკეტპლეისი შეიქმნა. ანუ ნარკო, ასე ვთქვათ, დარკნეტის, რომელიც 4-ვე დღეს საქართველოში მუშაობს. 4-ვეს აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულება აქვს, სხვადასხვა იმაზე არის ორიენტირებული ტიპის ნარკოტიკებზე, ანუ გაჩნდა ქვეყანაში ისეთი ტიპის ნარკოტიკები, რომელიც არ იყო საქართველოს დამახასიათებელი, ელიტარული, ასე ვთქვათ, ნარკოტიკები და მათი ძალიან ბინძური ანალოგები, როგორიც არის კრეკი და ასე შემდეგ. და ეს კიდევ უფრო აუარესებს ვითარებას, ანუ ესეთი და პლუს ამაზე ემატება რელოკანტები, რომელიც აბსოლუტურად უკონტროლოა. აბსოლუტურად არანაირი მათი არც ტესტირება, არანაირი სერვისში მათი არსებობა, არანაირი მათი, ასე ვთქვათ, ცოდნა მათი ცხოვრების და მათი ცხოვრების წესის და ასე შემდეგ ჩვენ არ ვიცით. იმიტომ ეს არის ძალიან დიდი მასა ადამიანების, რომელიც არიან მომხმარებლები ნარკოტიკის, იმიტომ რომ იყვნენ და შესაბამისად ეს არ არის დავუშვათ საშუალო ფენა, ეს არის საკმაოდ მაღალი ფენა იმ ქვეყნების, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, სადაც გართობის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, იყო ნარკოტიკი და სხვა ტიპის ნარკოტიკი, რაც არ იყო საქართველოსთვის დამახასიათებელი. ნუ ამას ემატება საზოგადოების ჯანდაცვისთვის სერიოზული პრობლემები. ხო, ანუ ეს არის HIV-ის გავრცელება, C-ჰეპატიტის გავრცელება, ეს არის უამრავი კიდე სხვა პრობლემები, ალკოგოლიზმი, რომელიც მათში ძალიან გავრცელებულია. პლუს ესენი ვერ ღებულობენ სერვისებს, იმიტომ რომ არ არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ხო? ანუ შესაბამისად არც იციან ამ სერვისების შესახებ. ანუ ეს კიდე ერთი კატეგორია, პლუს მიგრაცია ამ ქვეყანაში ძალიან მაღალი და პლუს ეხლა რაც იწყება სეზონი, ასე ვთქვათ, ტურისტული სეზონი, სადაც ძალიან დიდი რაოდენობა შემოდინება არის, ასე ვთქვათ, ადამიანების, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად იზრდება ნარკოტიკის ტრაფიკის რისკი და ესეთი ტიპის ნარკოტიკების გაჩენა. აი, დასასრულისკენ რომ წავიდეთ, ზოგადად კორნალობა რეაბილიტაციის სერვისების ხელმისაწვდომობის მხრივ რა ვითარება არის ქვეყანაში, რამდენად ძალიან დაბალია ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო ძალიან მცირეოდენობით აფინანსებს, რეაბილიტაცია ფაქტიურად არ არის მხოლოდ დეტოქსიკაცია, გაჩნდა უამრავი გაურკვეველი სერვისები, რომელიც აი აბსოლუტურად არაკონტროლირებადია, ვიღაცა რუსებმა გახსნეს, ვიღაცა ფრანგებმა გახსნეს, ახლა ნუ ისე ბიძახი, ანუ რაღაცა იხსნება გაურკვეველი ცენტრები, სადაც რა სახელმწიფო ცენტრები. არა, სახელმწიფო ერთია მხოლოდ. ერთადერთი და იქ პერსონალის მხრივ ინფრასტრუქტურის მხრივ რა სიტუაცია. ძალიან დაბალი, ანუ გამტარიან, სულ არის საქართველოში გამოწიე ნორმალური საწოლი, რომელსაც შეუძლია დახმარება გაუწიოს, ნუ მაქსიმუმ 200, მეტი არა.
200 საწოლი, რომელიც ვერანაირ მოთხოვნას. პლუს ამის გარდა ყველაზე რთული პრობლემა რაც არის და რაზე ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ამბულატორიული სერვისების არარსებობა, იმიტომ რომ ჩვენ ამბულატორიაში არ აგვაქვს უფლება გარკვეული მედიკამენტების გამოყენების, რომელიც არც ფსიქიატრებს და არც ნარკოლოგებს, მაგალითად, ისეთი მედიკამენტების, რომლებიც მოგცემენ საშუალებას, რომ მკურნალობა გავაოთხმაგოთ, ანუ გავაიაფოთ სამჯერ, 4ჯერ, იმიტომ რომ სტაციონარი ძალიან ძვირია. დღეს საშუალო ფასი სტაციონარული ორკვირიანი მკურნალობის სადღაც 5000 ლარამდე ჯდება. რეაბილიტაციაზე რო არ ვილაპარაკოთ და კერძო სარეაბილიტაციო ცენტრებში 5, 7, 8, 9, 10000 ლარი ჯდება. დაუშვათ თვე მკურნალ ვის შეუძლია ამის გადახდა. სახელმწიფო საერთოდ არ აფინანსებს რეაბილიტაციას. ანუ რამოდენიმე ეტაპია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს არის რეაბილიტაციის, ამბულატორიული რეაბილიტაციის და ამბულატორიის სერვისების დანერგვა და შესაბამისად გარკვეული, ასე ვთქვათ, წამლების გამოყენების საშუალება და რაც მთავარია, ჩანაცვლებით თერაპიის კიდევ უფრო გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოვება, იმიტომ რომ ამითი ჩვენ ვამცირებთ ინიექციური ნარკოტიკის მოხმარებას. და პლუს ამის გარდა უამრავი რაღაცები უნდა გაკეთდეს, ახლა უბრალოდ დრო არ გვეყოფა რომ ვილაპარაკოთ და ამიტომ ვამბობ, რომ ვამბობთ, რომ ეს არის რეფორმა. რეფორმა არის ეს ყველაფერი. აი ეს ყველაფერი თუ გაკეთდა და რაც წერია სტრატეგიაში, ის თუ გაკეთდა, ეს არის რეფორმა. და მხოლოდ გამკაცრება არ არის რეფორმა რა. და ბოლოს ამბობთ აი სპეციალისტები ყველა თანხმდებით რომ არ ემყარება პროფესიულ ცოდნას და მტკიცებულებებს აი ეს საკანონმდებლო პაკეტი რომელიც დამტკიცდა ცოტა ხნის წინ პარლამენტის მხრიდან. თუ გეგმავთ მომავალში მაინც რომ თქვა რეკომენდაციებით მიმართოთ ხელისუფლებას. მომავალში მაინც თუ გეგმავთ თქვა თუნდაც კორექტივების შეტანის მიზნით. ჩვენ როგორ უნდა დავგეგმოთ? თუ ჩვენ არ დაგვიძახეს და არ ვკითხეს ჩვენ ხوver შევარდებით პარლამენტში და გინდა თუ არა მოგვისმინეთ. ჩვენ სამწუხაროდ ყველაზე ცუდ დღეში ვართ, იმიტომ რომ გვიწევს იმ რეალობის მორგება, რა რეალობაც არის ქვეყანაში და არავინ ჩვენ აზრს დიდად არ ითვალისწინებს, იმიტომ რომ არა გვაქვს პირველად შეტყობინების სისტემა, რომელიც აი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს ქვეყანაში. სასიცოცხლოდ. იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ რა ხდება შავ ბაზარზე. არ ტარდება შავი ბაზრის კვლევა, ან თუ ტარდება მაგის მონაცემები არ ვიცით. არ ვიცით ზედოზირებით რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, რა ნარკოტიკი იყო, ეს ინფორმაციაც დახურულია. ფაქტიურად ჩვენ მუშაობთ აი შავ ბნელ ტუნელში და აი ესე პაციენტი თუ რამეს მოგვიყვება, იმითი ვსაზრდოობთ, ანუ არანაირი და რაღაცა ინიციატივები, რომელიც არსებობს დაუშვათ გლობალური ფონდის მიერ კვლევები, მხოლოდ მაგას ვეყრდნობით. დანარჩენი სისტემა მთლიანად ნარკოლოგიური დახმარების სისტემა დღეს საქართველოში არის დანგრეული. დიდი მადლობა. ჩვენი დრო უკვე ამოიწურა. ზურაბ სიხარულიძე, ექიმი, ნარკოლოგი იყო ჩვენი სტუმარი და პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში.